მე ვიცი, კი ბატონო, შენ ძალიან ბევრი რამე იცი. თუ იცი, ჩემამდე რა მოგიყვება. ერთ თვეში რაღაცები ვერ დამთავრდება. როცა შენ ცუდად გრძნობ თავს, თლად მადლიერი ვერ იქნები. ცოტა საკითხია, მაგრამ ხანდახან მე თვითონ მათთან მუშაობის დროს მავიწყდება, რომ ამ ადამიანებს დამოკიდებულების პრობლემები აქვს, იმიტომ რომ პასუხისმგებლიანებიც არიან, გულწრფელებიც არიან, თბილებიც არიან და ყურადღებიანებიც არიან. ინფორმირებულობა საზოგადოებაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი არ დარჩეს მარტო თავის ტკივილთან. მოგესალმებით, მე გიორგი ვარ დემეტრაშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრის პროგრამული ხელმძღვანელი და ეს არის რეჰაბიტატის პოდკასტების რიგით მერვე შემაჯამებელი შეხვედრა. დღეს ჩემი სტუმარი იქნება მარიკა უნგიაძე, ჩვენი ახალი თაობის წარმომადგენელი და ჩვენი არტ-თერაპევტი. მოგესალმები შენ და მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩვენი პოდკასტების სერია შეიქმნა, იმიტომ რომ რეაბილიტაცია გავლილი ადამიანი დაუბრუნდეს ისეთ გარემოს, სადაც ეს ცნობიერება ამაღლებული იქნება, მაგრამ სანამ რეაბილიტაციას გაივლის და დაუბრუნდება სოციუმს, გადის ბევრ პროცედურებს. ამ პროცედურებშია ჩართული მისი ოჯახის წევრი. ჩვენ გქონდა აქ პოდკასტებში საუბარი, რა არის დამოკიდებულება, რა არის თანადამოკიდებულება, რა არის არაქიმიური დამოკიდებულება და მე მინდა შენი აზრი გავიგო ამ ყველაფრის შესახებ. შენ რას ფიქრობ? მადლობა კითხვისთვის. დავიწყებ იქიდან თუ რა არის დამოკიდებულება. და დამოკიდებულება სულ ჟღერდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ქრონიკული დაავადება. და თუ შევეხებით დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ საფუძველს, ეს არის უფლება არსებობაზე. დამოკიდებულ ადამიანს თითქოს არ აქვს არსებობის უფლება და თითქოს ფსიქოლოგიური მიზეზისა, თითქოს ცხოვრობს სანახევროდ, ანუ მას ჭირდება ფერები, არ შეუძლია ცხოვრებით დატკბეს და ვერ იღებს სიამოვნებას ცხოვრებისგან, არ აქვს კონტაქტი სხეულთან, სხეულებრივ შეგრძნებებთან და დამოკიდებულების პოზიცია ეს არის რეალობიდან გაქცევა. დამოკიდებულებაში, რაც შეეხება თანადამოკიდებულებას, თუკი დამოკიდებული ადამიანი, დამოკიდებული რაღაცა ობიექტზე, ნივთიერებაზე, ქცევაზე, ან ადამიანზე. კი, ჩვენ დამოკიდებულებაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები პოდკასტებითაც და ღია ლექციებითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ის სტიგმა, რომ დამოკიდებული ადამიანი არის სუსტი, ნებისყოფა არ აქვს, სოციუმისთვის მიუღებელია და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანების ცნობიერებაში. ეს პოდკასტებიც მაგას ემსახურება, რომ ეს ცნობიერება შევცვალოთ. ძალიან ბევრი ინფორმაცია შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რა არის დამოკიდებულება, საიდან მოდის, ფესვები, რომ ბავშვობა, აქვს თავისი გამოვლინებები, სიმპტომები, უარყოფა, უმართავობა, უძლურება და ნივთიერება, რომ იმდენად პრობლემა არ არის და პრობლემა, რომ გამოუხატავდა. ჩაქოლილ ემოციებშია, რასაც ადამიანი ვერ გამოთქვამს. მაგ კიდე შევეხებით სხვადასხვა თემებს, უბრალოდ ჩვენ ეს ზოგადად დაავადებაზე ნასაუბრები გვაქვს. მე მინდა ახლა სოციუმმა აიმაღლოს ცნობიერება იმაზე თვითონ რეაბილიტაციაში რა პროცესებს გადის დამოკიდებული ადამიანები და შენი როლი რა არის. მაგრამ სანამ როლზე გადავალთ, შეგვიძლია გითხრა შენ როგორც ახალი თაობის წარმომადგენელმა, რომ მოხვედი ჩვენთან სარეაბილიტაციო ცენტრში, რა დაგხვდა, რა მოგეწონა და როგორია ზოგადად შენი შეხედულება რეაბილიტაციაზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში რეაბილიტაცია გონიათ ადამიანებს, რომ იქ თეთრ ხალათიანი ადამიანები დაგხვდებიან, ჩემი ოჯახის წევრი წევს რეაბილიტაციას არ წვანან, ეს ადამიანები წვანან საღამოს, როცა ცილის დრო უწევთ და რაღაცა ეგეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ჩაკეტილი სივრცე, ეს და ასე შემდეგ. შენი შეხედულება როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ჩემი როგორც ზენ ცენტრის ახლად შემოერთებული თანამშრომლის პოზიცია, რაც პირველ რიგში თვალშისაცემია და ძალიან საპატივცემულოა ჩემთვის, ეს არის სრულად მხარდამჭერი გარემო თითოეული ინდივიდის, თითოეული ბენეფიციარის მიმართ, ინდივიდზე მორგებული გარემო. სადაც ზრუნავენ მათ უსაფრთხოებაზე, მათ გამოჯანმრთელებაზე, განვითარებაზე და ამას ძალიან ეხმარება ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამები, ძალიან საინტერესო ჯგუფები და რაც ყველაზე მთავარია, სპეციალისტები, რომლებიც ძალიან დიდი
მხარდამჭერი და მეგზური არის ადამიანის და ბენეფიციარის საკმაოდ რთულ გზაზე, რასაც გამოჯანმრთელების გზა ქვია. და ეს მხარდამჭერი გარემო არ არის მხოლოდ ბენეფიციარებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ მეც როგორც სპეციალისტი ძალიან ვგრძნობ მხარდაჭერას ყველა თანამშრომლისგან, ზეინ ცენტრისგან საერთოდ და ეს ძალიან მამოტივირებელია და ძალიან დასაფასებელია ჩემთვის. ასევე რა მომწონს და რა არის ძალიან აღსანიშნავი, ეს არის ზეინ ცენტრის როლი საზოგადოებაში დამოკიდებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით. და რატომ? მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა, ინფორმაციის მოწოდება და ინფორმაციის მოძიება საკმაოდ მარტივია და გამარტივებული გვაქვს, მაინც შეინიშნება საზოგადოებაში, რომ დამოკიდებულების შესახებ საკმარისი ცოდნა, დამოკიდებულება მათი დამოკიდებულება სხვანაირია. არ არის ის, რაც უნდა იყოს. და რა არის ეს როლი? პოდკასტები რეჰაბილიტაციის საშუალებით, ზენ ცენტრში ღია კარის დღეები, ლექციები, კურსები, რომელიც ემსახურება სწორედ ამ ინფორმაციის მიწოდებას, გაცნობას საზოგადოებისთვის, რა არის ნამდვილად დამოკიდებულება. და რასთან გვაქვს საქმე, რა გამოხატულება აქვს, რა მიზეზი აქვს, რა შედეგი შეიძლება მოხდეს და რა უნდა გავაკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ შედეგი იყოს ოპტიმალური და სასურველი ჩვენთვის. და ეს ინფორმაციის მიწოდება ანუ ინფორმირებულობა იწყება ოჯახიდან, იწყება სკოლებში, უნდა გავაკეთოთ, საჭიროა რომ გავაკეთოთ, ჩვენგან იწყება ეს სოციალური მედიის საშუალებით, ესევე თერაპიული სივრციდან ინფორმირებულობა საზოგადოებაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი არ დარჩეს მარტო თავის ტკივილთან. მე მაგალითად ეხაც მოხდებიან ადამიანები, ჩემ გარემოცვაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც აღიქვავს ამ ყველაფერს, როგორც სისუსტეს, ჩემი თანატოლები, უმცროსები, უფროსები, ვერ აღიქვამენ როგორც პრობლემას და ძალიან ყოველ პოდკასტზე ვიტყვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება, კი არა, არაჩვეულებრივი დაავადება, რომელსაც ადამიანი თვითონ არ ირჩევს, როგორც სხვა დაავადება შეიძლება შეხვდეს, ისე ხვდება ეს დაავადებაც, არის პროგრესირებადი, სულ ვითარდება და ეს ტოლერანტულობა იზრდება ნივთიერების და დესტრუქციული ქმედებების მიმართ და არავითარ შემთხვევაში არ არის სისუსტე, იმიტომ რომ ეხლა თავის ტვინში უნდა ჩავიხედოთ მაგის გასაგებად და ამებზე სხვა პოდკასტებშიც ცოტა ვრცლად ვისაუბრეთ და შეგიძლიათ სხვა პოდკასტებსაც უყუროთ და გადაავლოთ თვალი. იმის გამო, რომ განვასხვაოთ ეს ადამიანები მართლა წვანან თეთრხალათიანები დადიან აქეთ-იქით თუ რა პროცესებს გადიან, მე მინდა ცოტა შიდა სამზარეულოში ჩავიხედოთ და ნახოთ რეალურად რასთან აქვს საქმე და რა პროცედურებთან გადიან, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ნარკოტიკისგან თავის შეკავება. ნარკოტიკისგან თავის შეკავება ძალიან რთული პროცესია საწყის ეტაპზე, მაგრამ მე ეს ჩვეულებრივ გადადის ჩვევაში, როგორც მანამდე დესტრუქციული ქმედებები გადავიდნენ ჩვევაში. ჩვენი დილა იწყება მადლიერებით და მადლიერება ეს არის ჯგუფი, სადაც ადამიანები ზიან და ორიენტირებული არიან ისეთ რაღაცებს, რაც კარგი ხდება მათ გარშემო და არა, ვაიმე დედა რაც უნდა თავარ, ვაიმე დედა ეხა ეს მჭირს, ვაიმე დედა ეხა ეს მჭირს. ფიქრდებიან და წერენ უბრალოდ და უზიარებენ ერთმანეთს, ვისი ან რისი მადლიერები შეიძლება იყვნენ. მადლიერებას მოაქვს როგორი განცდა, იცი, საწყის ეტაპზე იწყება ვითომ მადლიერებით, იმიტომ რომ როცა შენ ცუდად გრძნობ თავს, მთლად მადლიერი ვერ იქნები. ამიტომ გიწევს რაღაცეების გახსენება, რომ აი ამის მადლიერი ვარ, კი, როგორ არა დედა ჩემის მადლიერი ვარ, სამყაროს მადლიერიცა ვარ, იმის მადლიერი ვარ, ამის მადლიერი ვარ. ესენი უნდა გაიხსენო. მაგრამ ვითომ მადლიერებას ნელ-ნელა მოაქვს იმის განცდა, რომ მადლიერი ხდები რა, ბევრი ისტორია მაქვს გაგონილი, რომ აი დღეს მაგალითად მადლიერება რო წავიკითხე, რაღაც ვიგრძენი, თითქოს რაღაცა სითბო ჩამეღვარა სხეულში და ასე შემდეგ და თავისი ეფექტი აქვს. მადლიერების შემდეგ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინაწილებენ სახლზე პასუხისგებლობას. რომ სისუფთავე ჰიგიენა იყოს დაცული და თავიანთ ნივთებს, სივრცეებს და ასე შემდეგ თვითონ აქცევენ ყურადღებას. ასევე გეგმავენ დღეს და ეს დაგეგმილი დღე ხდება მათი ესო შპარგალკასავით, რომ მარტივად გართონ რაღაცეებს თავი, იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანი მიჩვეულია, რომ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოს მაშინ, როცა უკვე სხვა გზა აღარ აქვს.
და რაღაცა კუთხეშია მისული. ამიტომ დღის გეგმა ეხმარებათ რაღაცა დროის გადანაწილების დასწავლაში. დღის გეგმის მე აქვს ყოველ თვის შემეცნებითი სესია. შემეცნებითი სესიების მთელი შინაარსი არის ის, რომ ამ ადამიანებში გააჩინოს ის განცდა, რომ მე ცუდი კი არა ვარ, მე სუსტი კი არა ვარ, მე ისეთი კი არა ვარ, მე ესეთი კი არა ვარ. ეს არის დაავადება და უიმე თურმე ამიტომ ვაკეთებდი ამ რაღაცებს. უიმე თურმე ამიტომ ხდებოდა ესეთი რაღაცეები ჩემ ცხოვრებაში. არ მახსოვს მე სესია ჩამეტარებინოს და ადამიანებს იდენტობა არ ეპოვოს. სულ რო ერთმანეთის ისტორიებს ისმენენ, იქა ძალიან ბევრი იდენტობებს პოულობენ. შემეცნებითი სესიები მიზან მიმართულად ურტყავს ამ დაავადების სიმპტომებს და ეს უარყოფის სისტემას, უმართავობას, უძლურებას, რომ უნდა გამოაცხადონ კაპიტულაცია, რომ უნდა აღიარონ, რომ დაავადებულები არიან, რომ კონდეთ ეს მიმღებლობა, იმიტომ რატო იცი, აი ეს საწყის ეტაპზე 3-4 დღის განმავლობაში უცხო გარემოში სანამ ადაპტაციას გადიან, ცოტა ეუცნაურებად ხოლმე ეს ყველაფერი. ყველას გონია, რომ იქ დაგხვდება რაღაცა გადასხმები, დაგხვდება რაღაცა მედიკამენტური მკურნალობა, თეთრი ხალათი და მოკლედ მაგარ ადგილას მოხვდი, მაგრამ რო ხედავს რომ თლათ ესე არ არის და ცოტა სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ ყველაფერს, უკვე ნელ-ნელა ეს უარყოფა უფრო და უფრო აქტიურდება და 3-4 დღესა და მოსულ ადამიანს ძალიან ბევრჯერ ვთქვია, რომ მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არ იტყუება ამას, უბრალოდ უარყოფა ალაპარაკებს, რომ ეხა ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. რატო? იმიტომ რომ თუ ამას არ იტყვის, ესე იგი სერიოზულად უნდა მოკიდოს ამ ყველაფერს ხელი, სერიოზულად უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში და შესაბამისად მისი დაავადება უნდა დასუსტდეს და რო გავყოთ რაღაცა ცალკე არსებად რო წარმოვიდგინოთ დაავადება, საერთოდ არ აწყობს ეს ყველაფერი. ამ დღის განრიგს რო გავყვეთ, ერთ-ერთი ჯგუფი არის შენი ჯგუფი. და რო გითხრას შენ თვითონ შენ ჯგუფზე მეტი ინფორმაცია. სიამოვნებით. ჩემი ჯგუფი არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიისა და ართ-თერაპიის სინთეზი. ორი ძალიან დიდი მიმართულება, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს დამოკიდებულებასთან, დამოკიდებულების აი სიღრმისეულ ფენებთან და ეს სინთეზი ვფიქრობ, რომ და რასაც ხედავთ და აი ვაკვირდებით, აი დამოკიდებულ ადამიანებს ძალიან ეხმარება. აი ცალ-ცალკე რო ავიღოთ, ართ-თერაპია, ეს არის აი პროექციული მეთოდი, რომელიც მიმართულია თვით შემეცნების და თვით გამოხატვისკენ, რომ ადამიანმა უკეთესად გაიცნოს საკუთარი თავი და შეძლოს გამოხატვა, ოღონდ ისეთი რაღაცების გამოხატვა, ისეთი ემოციების შეგრძნებების, რომელიც აქამდე გამოხატული არ იყო ხოლმე. და ანუ თერაპევტი და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეხლა უნდა დავხატოთ, პირველი რასაც აკეთებენ, მე ხატვა არ ვიცი. თუმცა აქ არ გჭირდება სამხატვრო უნარები, თერაპევტი ქმნის თერაპიულ გარემოს სივრცეს, დაცულ სივრცეს, სადაც ბენეფიციარს ამ შემთხვევაში ეძლევა საშუალება ფერის, ფორმის თუ სიმბოლოს, თუ აი თავისი შემოქმედებითი პროდუქტის მეშვეობით გამოხატოს და დაინახოს თავისი ემოციები და ეს მე შემდეგ აი ეს მისი შემოქმედებითი პროდუქტი ხდება ერთგვარი სარკე, სადაც კარგად ხედავს, აი დავინახე, ვიცი რა უნდა გავაკეთო და თან ძალიან მნიშვნელოვანი რატო არის ართ-თერაპია. შემოქმედებითი ნაწილი არის დიდი წილი და მე შემიძლია იქ რაღაცეები დავაკორექტირო, რაღაცეები შევიტანო, შევცვალო. რაც ძალიან თერაპიულია დამოკიდებულებთან მუშაობა, დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობის დროს და კვლევებიც ამტკიცებს, რომ ართ-თერაპია ძალიან კარგად მუშაობს შიშის, ფოთვის, ბრაზის და აი სხვადასხვა ამ მიმართულებებთან. რაც შეეხება სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას, სხეულზე ორიენტირებული თერაპია დამოკიდებულებასთან მუშაობის დროს ძალიან რესურსული მიმდინარეობაა, რადგან ადამიანი ძალიან მარტივად თანხმდება სხეულთან, დამოკიდებული ადამიანის სხეულთან მუშაობას. დაავადების სიმძიმიდან, სირთულიდან გამომდინარე, დამცავი მექანიზმები ძალიან ბევრია და ამას ჭირდება ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი მსაობა და სხეულთან მუშაობის დროს ჩვენ გვერდსუვლით აი ფსიქოლოგიურ დამცავ მექანიზმებს და მუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა შეძლოს დაბრუნება საკუთარ სხეულთან და სხეულებრივ შეგრძნებებთან. მე უკვე ვთქვი, რომ აი დამოკიდებულება რეალობიდან გაქცევა, ანუ ადამიანი რეალობიდან გარბის დამოკიდებულებაში პოზიცია
ეს არის და ჩვენ სხეულთან მუშაობის დროს ვეხმარებით რომ დაბრუნდეს, ანუ დაუბრუნდეს საკუთარ სხეულებრივ შეგრძნებებს, აი იმ ემოციებს, რომელიც აქამდე არ გრძნობდა, ვერ გრძნობდა, რომელიც გახუნებულია. აი სხვათა შორის, აი როცა ვეკითხები დამოკიდებულ ადამიანს, აი რას გაძლევს ნივთიერება, რომელსაც მოიხმარ. და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც არის ის, რომ ამბობენ მძაფრი შეგრძნებები, ემოციები, ანუ ის რასაც ადამიანი ვერ გრძნობს. ამას ბუნებრივია არაჯანსაღად აკეთებს, აი ნივთიერება ამას დროებით აყუჩებს ძალიან დიდ ტკივილს, შემდეგ იქნება მექანიზმი, რომელიც თვითონ ხდება ტკივილის წყარო. თუმცა დამოკიდებულების დროს და დამოკიდებულებასთან მუშაობის დროს სხეულზე ორიენტირებული თერაპია სხეულს იყენებს როგორც რესურსს. და ჩვენი სხეული ძალიან დიდი რესურსია დამოკიდებულებასთან, როცა ვმუშაობთ, რაც არ უნდა დამანგრეველი შეიძლება იყოს ნივთიერება, რომელსაც მოიხმარს ადამიანი, ჩვენ სხეულში არის გადარჩენის ინსტინქტი და ჩვენ სხეულს ყოველთვის უნდა რომ გადარჩეს, ყოველთვის უნდა რომ გამოჯანმრთელდეს და ეს ბიოსინთეზის ელემენტები, რომელსაც ძალიან აქტიურად ვიყენებ ჩემს ჯგუფურ თერაპიაში, ზუსტად აი იმ გამთლიანებას და განსაკუთრებით აი რეალობაში უსაფრთხოდ ყოფნის გამოცდილებას აძლევს, რაც ზოგჯერ აი უსაფრთხოების განცდის მნიშვნელობას უჭირს, მნიშვნელობა რომ გაიგოს, იმიტომ რომ არ აქვს ამის გამოცდილება დამოკიდებულ ადამიანს. და ძალიან ეხმარება თერაპიულ პროცესში ეს ორი მიმართულება ერთად სინთეზი ძალიან ეფექტური და თერაპიულია მათთვის და ეხმარება აღდგენაში. ორი რაღაცა იყო ჩემთვის, მან რაც დავიჭირ, ერთი იყო უსაფრთხო გარემო და მეორე იყო გამოუხატავი ემოციები, რომლებიც აქამდე არ უგრძნიათო, ესე თქვი. ნუ უსაფრთხო გარემო რეაბილიტაციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცედურაა უსაფრთხო გარემოს პლუს დამატებულის 10 ანონიმურობა, რო არ იყოს უსაფრთხო გარემო, ან რაში გვჭირდება ეს უსაფრთხო გარემო? ხო, ადამიანმა იგრძნოს თავი, რომ მე ხა რაღაცის გაზიარება, მე რაღაცის თქმა შემიძლია და ამის გამო ჩემსკენ თითს არავინ არ გამოიშვერს, როგორც ფიქრობდა, რომ მანამდე თითს გამოიშვერდა. შეიძლება ფაქტები აქვს, რომ მანამდე გაუშვერიათ კიდევაც ეს თითი და არ იტყვიან ჩემზე, როგორი ცუდი ადამიანია, ან აი ეს რა გაუკეთებია, ან მსგავსი რაღაცეები. და მეორე რაც თქვა ეს გამოუხატავი ემოციები, მე მაგალითად წერითი სამუშაოების მეშვეობით, ინდივიდუალური საუბრების მეშვეობით, ნელ-ნელა ვეხმარები გაალღონ ეს აისბერგივით გაყინულით მათი ემოციები, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ხო ადამიანი გრძნობდა შიშს, გრძნობდა საფრთხეს, გრძნობდა ეგრეთ წოდებულ წუთიერ სიამოვნებას და ამის იქით გრძნობები რაც იყო ის ვარდისფერი სათვალიდან დანახული. საერთო ჯამში რო შევხედოთ თვითონ დაავადებაც, ხო არის ემოციებიდან გამომდინარე დაავადება, ნივთიერება, თამაში, ეს კვებითი აშლილობები და მსგავსი ყველა სახის ტიპის დაავადება არის ემოციებიდან გამომდინარე. ანუ პრობლემა ნივთიერებაში არ არის, პრობლემა არის ემოციებში, რომლისგანაც თავდაცვა ისწავლა ადამიანმა ამ დესტრუქციული ქმედებით. იმ გზით, როგორიც შეიძლება რომ ეპოვა. როგორიც შეიძლება. და თან ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულება პოდიში გაგაწყეთნა ესეთი გაყინული ემოციების დაავადება და ეს ზუსტად აი სხეულზე ორიენტირებული თერაპია არ თერაპია და ის ჯგუფური თერაპიები და სამუშაოები, რომელიც ცენტრში ტარდება, ზუსტად აი ამ გაყინული ემოციების ამოძრავებას ემსახურება და რაც ეხმარება ადამიანს, რომ ეს მთლიანობა იგრძნოს და ის აღდგენაში შეუწყოს ხელი. კი ბატონო, აი მაგალითად როცა ადამიანი იხჩობა, ის ყوار იწყებს იმის ფიქრს, ეხლა რომელი იქნება სწორი ცურვა, ისე გავცურო თუ ისე ინსტინქტი როგორც რის შესაძლებლობასაც აძლევს, ისე მიცურა. ზუსტად ეგრეა დამოკიდებული ადამიანის და ზუსტად ამიტომ არსებობს ამდენი სახის მიჯაჭვლებები, რომ არ იცის როგორ გაცუროს, როცა ცუდად გრძნობს თავს, როგორ მოერიოს ამ ყველაფერს და ნუ მე ამას თავისი საფეხურები და თავისი ლეველები აქვს. რომ გადავიდეს დამოკიდებული ადამიანი, თავიდან თუ რაღაცას ეცნობა და ეფექტი აქვს, რომ ხედავ ეს ამის ბრალი ყოფილა და ხედავ საქმე ამაში ყოფილა, მე ნელ-ნელა თვითონვე უსაფრთხოდ გრძნობს თავს და აი ესეთი ისინიც გამიგია ფრაზებიც ბენეფიციარებისგან თვითონ, რომ აი ხა მე ჩემი თავი უნდა დავასტუკო, თორე დახუჭობანას მეთამაშება და მე თვითონ
მომიგებს და აი არ მინდოდა, მაგრამ ვეცადე ესეც მე თქვა, იმიტომ რომ ამას რო არ ვიძახი, მე მიკროვდება და ეს მაფიქრებს ასეთ რაღაცას და ნელ-ნელა თვითონვე ხვდებიან რა არის უარყოფა და ესე თამაშობენ რა ცოტა წარმოდგენა რო გქონდეს, ასტუკებენ საკუთარ დაავადებას. თუ მანამდე მთელი სადავეები დაავადებას ქონდა ხელში ჩაგდებული, ნელ-ნელა ცდილობენ რომ ეს სადავეები თვითონ გადაიტანონ, იმიტომ რომ როცა დამოკიდებული ადამიანი იმყოფება ღრმა დამოკიდებულებაში, ძალიან რთულია ამის გაკონტროლება. და როცა რაღაცის გაკონტროლება რთულია, ესე იგი მე სუსტი და უსუსური ადამიანი გამოვდივარ და ამის აღიარება ორმაგად რთულია, იმიტომ რომ აი თუნდაც რეპტილიური ტვინიდან გამომდინარე, მე თუ აღიარებ, რომ სუსტი ვარ, ესე იგი იმ სოციუმისთვის მისაღები არ ვიქნები და როცა რაღაცა პირველყოფილი ადამიანი სოციუმისთვის მიუღებელი იყო, განწირული იყო სიკვდილისკენ, ამიტომ იქმნიან იმის ილუზიას, რომ ყველაფერი კარგად არის. კი, მე ხა ამის გაკონტროლება შემიძლია. აი ხა ცოტა ხანი მოვალ ჯანზე და მე სხვანაირად იქნება ყველაფერი. მე ვიცი როგორც უნდა გავაკეთო, რა არის ჩემთვის უკეთესი. ესე ხარ ასაც ვთვლი არის წინაღობები, რაც ეჯახებიან გამოჯანმრთელების პროცესში. სამწუხაროდ ამ წინაღობების გადალახვა ყველას არ შეუძლია, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ამ წინაღობას ლახავს. ის მე ვიცი, კი ბატონო, შენ ძალიან ბევრი რამე იცი. ხანდახან მე თვითონ მათთან მუშაობის დროს მოვიწყდება, რომ ამ ადამიანებს დამოკიდებულების პრობლემები აქვს, იმიტომ რომ პასუხისგებლიანებიც არიან, გულწრფელებიც არიან, თბილებიც არიან და ყურადღებიანებიც არიან. როგორც სხვა დანარჩენი ადამიანი. ეს შენი მე ვიცი, რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ თუ იცი, ჩემამდე რა მოგიყვან. აქ როგორ მოხდი? ანუ როგორ რაღაცა იცი, რომ შევხედოთ ესე გვერდიდანაც შენ ადამიანი, რომელიც მიდიხარ ექიმთან ოპერაციის გასაკეთებლად. მე ვიცითი იმის გამო, რომ ოპერაციის გაკეთების გეშინია. მე ვიცი როგორ უნკურნალ რა ვიცი, პუჩს ან რაღაცა ამითი თავს ვერ იხსნი იმ დაავადებისგან, რა დაავადებაც გაწუხებს. ეს არის ჩემი როლი, რაზეც მუშაობ მათთან. აი შენ რომ მითხრა, შენი მაგალითად ერთ-ერთი ჯგუფი თავისი რაღაცა მახასიათებლებით, აი ეს გაყინული ემოციები თქვით, ისეთი ემოციები, რა ემოციებიც ჯერ არ განუცდიათ. აი აქამდე როგორ მიყავს ადამიანები. ოკეი. კარგი. დავიწყებ ჯგუფის დინამიკა როგორ მიმდინარეობს ჩვენთან თერაპიაზე. ვიწყებთ ხელზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ელემენტებით, რაც ადამიანს ეხმარება იმ უსაფრთხოების განცდის პონაში, რაც ეხმარება საყრდენი არ აქვს დამოკიდებულ ადამიანს და ის საყრდენი იპოვოს და როცა სხეულთან კონტაქტი იწყება, ადამიანი მით მეტად არის რეალობაში. აქ და ამჟამად. და რეალობაში მყოფობა ჩვენ ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი მხოლოდ რეალობაში მყოფობით არის შესაძლებელი ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ცხოვრებაში და ეს სხეულზე ორიენტირებული სავარჯიშოები ეხმარებათ, რომ აი ნელ-ნელა დაბრუნდნენ აქ და ამჟამად და იწყება დაკვირვება სხეულზე, სხეულებრივ შეგრძნებებზე, რაც შემდეგ გადადის ართერაპიულ სავარჯიშოებში და იქ უფრო კარგად ხედავენ აი დაწყებული ემოციების ძვრები გადადის ართერაპიულ სავარჯიშოებში, იქ ხდება კორექტირება და აი თერაპიის ბოლოს აი იგრძნობა მათი ემოციური განწყობა, ბევრ ამის აღმოაჩინენ ხოლმე და ძალიან ეს სხეულის და არტის სინთეზი ძალიან არამხოლოდ თერაპიული, არამედ ბევრის მომცემი არის მათთვის. კი ბატონო. გარდა არტ-თერაპიისა და სხეულზე დაკვირვებისა და ინტენსიურად მუშაობისა, რომ ეს ჩვენი ემოციები გავალყოთ, ისინი ამ თუნდაც არტ-თერაპიას სწავლობენ როგორც გარკვეულ ინსტრუმენტს. ინსტრუმენტი მჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა რთულ მომენტში, როცა ეს რაღაცა ჩემი იმპულსი იქნება, ტალღა იქნება, ნებისმიერი სახელით შეგვიძლია მოვიხსენიოთ, ჩემი რთული მომენტი იქნება, მე ამ რთულ მომენტთან თავდაცვის მექანიზმები მქონდეს, რა თქმა უნდა, თავს თუ ვერ დავიცო, დავმარცხდები. ამიტომ ამ პატარ-პატარა ბრძოლებში და ეს პატარ-პატარა ბრძოლები სისტემატურად
მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესში, ადამიანები სწავლობენ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომ გადალახონ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. და თვითონაც რო კითხოთ, ხო არის ახალმოსული ბენეფიციარი, არის ბენეფიციარი, რომელიც გარკვეული პერიოდი იმყოფება იქს და ეძახი წინმავალს. აი წინმავალსაც რო კითხო, იმისთვისაც ძალიან მარტივი ამოსაცნობია, რა დროს გრძნობს ადამიანი თავს ცუდად და ეს რაღაც მაჩვენებლები აქვთ ხოლმე რა, მაგალითად ამ ბოლოს რაც მოვისმინე იყო, ერთი იწყებს აქეთ-იქით სიარულს, მეორე იწყებს ღრმა იმას, რა ქვია, სუნთქვას, მესამე სახეზე ფერი ეცვლება და ამით ერთმანეთსაც კი ამჩნევენ, რომ აი ხა შენ მიდი ინსტრუმენტი გააკეთე, მიდი კონსულტანტს დაელაპარაკე, მიდი ისქენი, მიდი ესქენი და ეს არის პროცესი, როცა საწყის ეტაპზე ბენეფიციარებს გონიათ, რომ რეაბილიტაცია არის სივრცე, სადაც, როგორ თქვა, ჩაკეტილ სივრცეთ აღიქვამენ. ოჯახის წევრების ხათრით ვიღაცას რაღაცა შეპირდნენ, ვიღაცას რაღაცა უთხრეს, ვიღაცას თხოვეს და ამის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი რეაბილიტაციაში. საბოლოო ჯამში ესენი ხვდებიან, რომ ეს არ არის სივრცე, რომელიც ჩაკეტილია. ეს არის ზუსტად ის სივრცე, რომელიც აძლევთ მერე იმ თავისუფლებას, რა თავისუფლებასაც ჩვენი გამოჯამთელებული ბენეფიციარები ხა ხედავენ დღესდღეობით. გარდა ბენეფიციარებისა ჩვენ ყავს მათი ოჯახის წევრები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თვითონ პრობლემა არ აქვთ. და შეიძლება ესე ვერ აღიქვამენ, მარტივი არ არის იმის აღქმა, რომ მე რამე პრობლემა აქვს, არ ვთამაშობ, არც ვეწევი, არც ნარკოტიკებს მოვიხმარ, არც ფულს ესხულობ და საკუთარ თავს და ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს არ ვაზიანებ. პირიქით ყველას გადავყევი. აი პირიქით ყველას გადავყევი არის მათი მთავარი პრობლემა. თანადამოკიდებულება, კი ბატონო. თანადამოკიდებულება მეორე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც დამოკიდებულების პარალელურად ვითარდება. თუ კი დამოკიდებულება არის, რომ მე დამოკიდებული ვარ ნივთიერებაზე, ქცევაზე, თანადამოკიდებულები თანაარსობენ ადამიანთან ერთად. და მათი პოზიცია არის, რომ მე შემიძლია ვიარსებო მხოლოდ შენთან ერთად. და მნიშვნელობა თანადამოკიდებულის და ოჯახის წევრების ძალიან დიდია, მათი ჩართულობის გარეშე ჩავთვალოთ, რომ იმ თავს ვეჭიდებით. და ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ მათი როლი დამოკიდებულ ადამიანთან და ზოგადად დამოკიდებულებასთან. რომ თანადამოკიდებულება არის აი გვერდ და რაღაცა აქვს მეორად ისარგებელი და მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. ამიტომ რეაბილიტაციაში მოსული ბენეფიციარისთვის არის გამოყოფილი ინდივიდუალური კონსულტანტი, რომელიც კონსულტანტსაც აქვს ოჯახის წევრთან ურთიერთობა, იღებს ინფორმაციას ბენეფიციარზე და აძლევს ინფორმაციას თანადამოკიდებულსაც ბენეფიციარს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ თვითონ კონსულტანტი ხდება ჩვენ თანადამოკიდებულს ოჯახის წევრს, რომელიც ნელა თვითონაც უნდა გამოვიდეს იმ უარყოფის სისტემიდან და რა სისტემაშიც არის და მაგის გარდა ზენის დღის ცენტრში ტარდება ოჯახის წევრებისთვის ღია და დახურული ჯგუფები, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ სრულად გაიგონ ამ ინფორმაციის შესახებ. რა არის დაავადება და როგორ შეუძლიათ დაეხმარონ მათ საყვარელ ადამიანებს ისე, რომ შედეგი მიიღონ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მათი მთელი ეს დახმარება უშედეგო და არასწორი აღმოჩნდება ხოლმე. ესენი არის პროცედურები, რომელიც მე რომ მკითხო მეც სიამოვნებით გავივლიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემეცნებით და პრაქტიკულ რაღაცებს გვაძლევს. გარდა ამისა, ჩვენი სიახლეები რო ჩამოვთვალოთ, ჩვენ გვაქვს ესეთი პატარ-პატარა და დიდი სიახლეები. ფეხით ვარ აუგით რაღაცეები, რაც მუშაობდა გუშინ, შეიძლება დღეს აღარ მიმუშაოს და ამ ყველაფრისთვის გვჭირდება გარკვეულწილად განვითარება და ამ განვითარებას მივყავართ იქამდე, რომ მოგვიყვანა მაგალითად პოდკასტებამდე, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საზოგადოებას, რომ ავამაღლოთ ცნობიერება და ცნობიერების ამაღლების გარდა, მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრს თუ აქვს გარკვეული პრობლემა და მე ეს პრობლემა მგონია ჩემთვის, ასეთი რთული არ არის, იმიტომ რომ მაქვს იმის განცდა, რომ კაი რა მოხდა, ეხლა ამდენი ხანი თუ მოითმინე, ეხლა რატო ვეღარ ითმენ და ასე შემდეგ.
მსგავსი სახის ინფორმაციები რომ ექნება, მე თვითონაც გავთავისუფლდები იმ ბრაზის და წყენის და ძალიან ბევრი იმედგაცრუებებისგან, რა იმედგაცრუებასაც ვიღებ ჩემი ოჯახის წევრის დამოკიდებულებით და მისი დაავადებით. ამიტომ რეჰაბილიტაციის ეს სერიები მიზან მიმართულად მოიცავს იმას, რომ ადამიანებმა ძალიან ბევრი რამე შეიტყონ საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. სწორი დახმარება რომ მივაწოდოთ. აი მაგალითად თუ გტკივა კბილი და წახვალ კანის ექიმთან. დაგეხმარება კანის ექიმი, უნებრივია რომ ვერ დაგეხმარება. ამიტომ მნიშვნელოვანი ეს ინფორმაციები, რომ მე მუშაობ მაგალითად ეხა ადამიანებთან, რომლების ოჯახის წევრსაც აქვთ მსგავსი დამოკიდებულება რა. კაი რა, ამდენ ხან შეიკავე თავი, ეხლა რა გაგჭირს, ხო? შენით როგორ ვერ უნდა გავუმკლავდე? ან რამდენ ხანში გამოჯამრთელდება? კი ბატონო. ხო და გამოჯამრთელება არის მუდმივი პროცესი, იმიტომ რომ ეს არ არის განკურნებადი დაავადება. განკურნება ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცეები ვაკეთო ისევ დესტრუქციულად და ამან ნეგატიური შედეგი არ მომიტანოს და არ არსებობს დესტრუქციული ქმედება, რომელიც ნეგატიურ შედეგს არ მოგვიტანს. ხო, აქ მნიშვნელოვანია ცოდნა, როცა აი დამოკიდებულება, როგორც აი ქრონიკულ დამოკიდებულებად ყალიბდება, როცა დამოკიდებულება უკვე ქრონიკულში გადადის, მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა ოჯახის წევრების და შენ როგორც თქვი, რომ აი როგორ ამდენ ხანი თუ მოითმინა, ეხლა რატომ არ მოითმინა. აი სხვა დაავადების შესახებ ხომ ვიცით, აი როგორია გამოვლინება და ეს ცოდნა გვეხმარება, როგორ ვლინდება. აი რა ტკივა იდეაში ყველას ტკივა, ოჯახის წევრსაც, დამოკიდებულსაც, ან ყველას ტკივა, მაგრამ ეს ინფორმაცია ეხმარება გამკლავების გზების მოძიებაში, გამკლავებაში და სწორი მოლოდინების შექმნაში, რომ ერთ თვეში რაღაცები ვერ დამთავრდება და მკურნალობა ვერ დამთავრდება, ადამიანი ვერ გამოჯამრთელდება, იმიტომ რომ ეს ქრონიკული ამბავია და ხანგრძლივი პროცესია, ხანგრძლივი დროს მოითხოვს. ჩვენი მესამე ეპიზოდი იყო თამაშ დამოკიდებულებაზე და უბრალოდ განსხვავება რო გავაკეთოთ რატო ქიმიური და რატო არაქიმიური დამოკიდებულება და რატო გადავწყვიტეთ რომ საბაზისო სარეაბილიტაციო კურსი ყოფილიყო სხვადასხვა ადამიანებისთვის. რაც ჩამოვთვალეთ ხო კვებითი აშლილობა და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს განსხვავებით ნარკო ალკო დამოკიდებულებისა ექნება თვითონ რეაბილიტაციის პროცესში ესეთი მყარი უარყოფის ფორმა, რომ მე მსგავსი პრობლემები არ მაქვს. თვითონ ოჯახის წევრებსაც, რომ აი ჩემი შვილი იქ არის და ბაზა ჩვენ კი ვიცით, რომ პროფესიონალებმა ერთ და იგივეა და ნუ ერთ და იგივე დაავადებაა, მაგრამ თამაშ დამოკიდებულს იმდენად ფიზიკური ზიანი არ აქვს საკუთარი თავისთვის მიყენებული, იმდენად არ აქვს ეს ბიოლოგიური ასპექტი, სისუსტე და ასე შემდეგ და შეუძლია ძალიან მარტივად და სწრაფ დროში ჩაერთოს გამოჯამრთელების პროცესები. რაღაც ადაპტაციის პერიოდი მასაც კი ჭირდება, მაგრამ მარტივად და სწრაფად შეუძლია ჩართვა პროცესებში. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ეს ყოფილიყო ამ ადამიანებისთვის. ჯგუფები რადიკალურად შეცვლილია. ბევრად ორიენტირებული ვართ DBT უნარებზე, ბევრად ორიენტირებული ვართ mindfulness-ზე და შრომითი ინსტრუმენტის დასწავლაზე. ინტენსიური მუშაობა მიდის 28 დღის განმავლობაში. ცენტრებს განასხვავებს ეს ორი რაღაცა და ამ ინტენსიური მუშაობის მეშვეობით ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა ის მარტივ დროში, მოკლე დროში აიღოს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია და ინსტრუმენტები. აი დამოკიდებული ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ნებისმიერ ქიმიურ დამოკიდებული ადამიანი, რაღაცა პერიოდის განმავლობაში ჯერ მხოლოდ ბიოლოგიური ასპექტის ნელ-ნელა მოგვარება ჭირდება და ნელ-ნელა დაწყნარება, იმიტომ რომ იმპულსები, რასაც ჩვენ ტოლვას ვეძახით, ძალიან ძლიერი და ძალიან მაღალია. თვითონაც იძახიან ხოლმე, ხო, თავიდან რომ მოვედი, მე ჯერ მოვედი და მე ნელ-ნელა მივხვდი, სადაც აღმოჩნდი. მე ნელ-ნელა ვიღებდი ამ ინფორმაციას. როგორც აი მაგალითად ოჯახის წევრს აღიქვავს დამოკიდებული ადამიანი, როგორც მტერს.
მტერია, იმიტომ რომ ის ეუნება რომ შენ აბა ეხა სუსტი ხარ, კაირით ვერ დაიღალე ის რა ქენიეს, ანუ შენ ეუბნები რომ უნდა დათმო ისეთი რაღაცა, რაც შენ დროებით შვებას გაძლევს იმ საკუთარი ემოციებისგან გასათავისუფლებლად. ამიტომ ხშირ შემთხვევაში აგრესია აქედან მოდის ხოლმე მე ოჯახის წევრების მიმართ, რომ ნუ მართმევთ იმ რაღაცას, რაც მე ასე ძალიან ჭირდება. შეიძლება რომ ჩაკერთო. ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ არ არსებობდნენ თანადამოკიდებულები, დამოკიდებულები არ იარსებებდნენ. ცოტა საკითხია, მაგრამ აქ აქცენტი გესდება იმაზე, სწორად დახმარებაზე, სწორ მიდგომაზე, ოჯახის წევრების მხრიდან და სწორ პოზიციაზე. როგორ უნდა დაველაპარაკოთ თუნდაც, როგორ უნდა მივუდგეთ დამოკიდებულ ადამიანს, როგორც დაავადების მატარებელს და მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა მათიც. კი ბატონო. ამ პოდკასტის მეშვეობით კიდე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ღია კარის დღეები, ღია შეხვედრები, სადაც მეტი ინფორმაციის აღება შეუძლიათ. მათი საყვარელი ადამიანებისთვის, ან თვითონ იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრობლემა აქვს. და ეს ინფორმაცია მოიცავს რა არის ეს, რა პრობლემაა და როგორ შეგვიძლია ამ პრობლემას ვებრძოლოთ. მაგალითად, ადამიანს, რომლის მეგობარსაც აქვს პრობლემა, ხო, შეუძლია დაესწროს ამ ღია კარის დღეს და მიხვდეს, ამოიცნოს რასთან აქვს საქმე და როგორ შეუძლია იმ მეგობარს ჯანსაღად დაეხმაროს. ოჯახის წევრს როგორ შეუძლია ჯანსაღად დაეხმაროს. ხო და თითქმის ყოველთვიურად გვაქვს ეს ღია კარის დღეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან. და როგორ რაღაცა ხო წერენ ხოლმე დარეგისტრირებას და მსგავს რაღაცეებზე და აქვთ შიში იმისა, რომ ვაიმე ხა მე რომ მანდ მოვიდე, ჩემი ნაცნობიც არ იყოს მან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, ჯერ კიდევ ეს ცნობადობის პრობლემა, კი. სტიგმა, ის სოციუმის როლი და როცა ეს ცნობადობა გაიზრდება, სოციუმის როლიც ზუსტად მაგას მოემსახურება, რომ დამოკიდებულება არ იყოს სირცხვილთან დაკავშირებული და ხო როგორ სწორი დამოკიდებულება, ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეს თუნდაც ოჯახის წევრებსაც. ხშირად ვამბობ მე იმას, რომ სიჩუმე პრობლემას ვერასდროს ვერ აგვარებს. თუ რამე გაგვიფუჭდა, უნდა ვთქვათ, რომ გაგვიფუჭდა, რომ ეს გაფუჭებული რაღაცა შევაკეთოთ. რავი, ნებისმიერი ნივთიდან რომ დავიწყოთ, ამას ჭირდება აღიარება და ჩვენ სივრცეში ანონიმურობა დაცულია. ჩვენი მხრიდან ანონიმურობა არის დაცული, იმიტომ რომ ვერსად ვერ ნახავთ, მაგალითად, ჩვენ მე ბევრჯერ მქონია ეს შემთხვევა, რომ ორიენტირებული ვარ ამ ანონიმ ქუჩას ის რომ შეხვდეს ადამიანი, რომელიც ჩვენთან არის ნამყოფი, თვითონ თუ არ ხატავს ინიციატივას, მე ინიციატივას არ ხატავ, განა იმიტომ რომ ვიცი, გამარჯობა არ მიყვარს ან რაღაცა. იმიტომ რომ ეს ჩემი როგორც პროფესიონალის ვალია, რომ მე შენი ანონიმურობა დავიცვა. ამიტომ ვერ ნახავთ ინფორმაციას, ვერც ბენეფიციარზე, ამიტომ ვერ ნახავთ ინფორმაციას, ვერც თანადამოკიდებულ ადამიანს. ასევე ბენეფიციარებისთვის, რომლებიც გადიან რეაბილიტაციას, ჩვენ გვაქვს მათთვის ესეთი სიახლე, კვირაში რამოდენიმეჯერ ტარდება 11 სკამის ჯგუფი ქვია, სადაც შეუძლიათ დასწრება და თავისი სირთულეების, ამჟამინდელი აქ და ახლა სირთულეების მოტანა, გაზიარება და სხვადასხვა პრაქტიკებით ამ სირთულეების გადალახვაზე მუშაობა. ზუსტად მსგავსი ჯგუფი გვაქვს თანადამოკიდებულებისთვისაც, ოჯახის წევრებისთვისაც, იმიტომ რომ მარტო ის არ არის ოპტა ადამიანმა რეაბილიტაცია გაიარა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ასე შემდეგ. მან ვერ დამთავრდება, იმიტომ რომ მაშინ რატო არ ვამთავრებთ რაღაცა 3 კლასში სკოლას და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერს ჭირდება განვითარება, თან დამოკიდებული ადამიანი როგორ არის იცი, ან წინ მიდის, ან უკან ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია. ამიტომ მუდმივი ამ სირთულეების გადალახვა, ან თავისი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ ამ ჯგუფებზე. ისე თავის გამოცდილების გაზიარება ძალიან კარგად მუშაობს. ძალიან სასიამოვნო პროცესია. რასაც თვითონ იძახიან ხოლმე და მეც ვამჩნევ, იმიტომ რომ როცა მე ჩემი გამოცდილებით კიდე სხვა ჩემი პრობლემის მქონე ადამიანთან ვახერხებ რაღაცა დახმარების ხელის გაწოდებას, ძალიან სასიამოვნო
პროცესია. ამიტომ ეს არის ჩვენი შემაჯამებელი პოდკასტი. შეგიძლიათ წინა პოდკასტებს გადაავლოთ თვალი, ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას აიღებთ ამ ყველაფრისგან. პატარ-პატარა სიახლეები და დიდი სიახლეები ამ პოდკასტებზეც გვაქვს ნალაპარაკები და წინ უფრო დიდი და კარგი სიახლეებით დაგიბრუნდებით.